დღეს მარტო ვარ დავტესტოთ. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? შაბათია, მარტო ვარ და ძალიან კარგი შესაძლებლობაა რომ ჩავწეროთ შემდეგი ეპიზოდი. თან დღეს გვექნება სენსაციური ეპიზოდი, იმიტომ რომ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რომელიც არ ვიცი ვინმე ჩაუტარებია თუ არა საერთოდ. ეს შესავალო ნაწილი. როგორ შეიძლება ყველაზე უგემური საჭმელი ვაქციოთ გემრიელად? მით უმეტეს სწორი კვების დროს. როგორ შეიძლება გავაგემრიელოთ წიწიფურა? თურმე ათასნაირი რეცეპტი არსებობს მისი გაკეთების და მოდი დღეს ჩვენ ვცადოთ ერთ-ერთი მათგანი. თვად ესეთი უგემურიც არ არის ხოლმე წიწიფურა მე რო ვჭამ. მაგრამ შეიძლება რომ უფრო გემრიელი გახდეს. ბევრისთვის გონია რომ ძალიან მოსაბეზრებელი, იმიტომ რომ მე თვითონაც გამიგია მსგავსი შეფასებები წიწიფურასთან დაკავშირებით და მოდი შევეცადოთ რომ ყველაზე არასასურველი და უგემური საჭმელი გადავაქციოთ გემრიელად. წუთ შესვენება წყალი დავლიოთ, დილის წყალი არ დამილევია. და დილოს ვიწყებ ხოლმე უეჭველი ერთი ჭიქა ცივი წყლით. ძალიან კაია, წყალი არის საოცრება. რამდენი საოცარი რაღაც არსებობს სამყაროში, ჩემთვის პირადად. სამზარეულო რო გავაკეთე, არ უნდა მეყიდა ესეთი ხელის მოსაკიდებლები, რა ქვია ამას და მავიწყდა, ეხლა ვერ გავიხსენებ. იმიტომ რომ ყველაფერი მედება, გამოვიული, ეს ალბათ გახსოვთ ჩამოვიხიე, მაგრამ კი ვიფიქრე მივაკერებ თქო, მაგრამ რაღაცა თითქოს მომწონს ესე. ცალი ჩამოწეული, ცალი აწეული. მოდი, გადავიდეთ ჩვენი მზადების პროცესზე. მზადების პროცესი ასეთი იქნება. პირველ რიგში უნდა მოვშუშოთ ბოსტნეული და რადგან მაცივარში აღმომაჩნდა ღორის ხორცი, ოღონდ მარტო ვარ და ერთ პორციას გავაკეთებ, ერთ ნაჭერ ღორის ხორცსაც დავჭრი მჭრლე ნაჭრებს. ხშირად არ მივირთმე სწორი კვების დროს ღორის ხორცს, მაგრამ გამონაკლისების სახით შემიძლია ხოლმე, რა თქმა უნდა, აგრძელებები არ მაქვს. დღეს რადგან მარტო ვარ, მინდა ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც ძალიან მაწუხებს და ძალიან შემაწუხა ამ ბოლო პერიოდში. ანუ დღეს არ გვექნება, ასე ვთქვათ, სახალისო ეპიზოდი, მაგრამ ამაშიც ჩავაქვსო რაიმე სახალისოს. დღეს მექნება წუწუნის ეპიზოდი. ნაცნობი ეტაპი მაცივარში უნდა ვნახოთ, რაც კი ბოსტნეული გვაქვს, გამოვიღოთ. ნიორი, რომელიც ნიორს აღარ გავს. უზავ. მედი ამისგან რამეს ამოვარჩი, იმიტომ რომ ცოტა წელი ფეხის ამბარეში აქვს. ასევე ხახვი. მოვაქციოთ ქვაფში. ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმში მოვშუშოთ. რაზე მინდოდა დღეს საუბარი? ამ კვირაში ძალიან შემაწუხა იმ თემამ, რომ საზოგადოება ძალიან გულგრილი გახდა. რაღაცნაირად დაგვავიწყდა მინიმალური ეთიკის და აი რაღაცა მორალის კანონები, არ ვიცი როგორ შეიძლება ეს თქვა. ახლა რაზე გამახსენდა ეს. იმ დღეს ვნახულობდი ვიდეოს TikTok-ზე, ცნობილი TikTok-ერი გოგო არის, გვანცავე მგონი ძალამაზი გოგო არის და ის ყვებოდა რომ ერთ გოგოს დაუჭირა კარი, რომ შესულიყო ის გოგო და ამ გოგოს მადლობა არ გადაუხდია. და ამაზე იყო ძალიან გაბრაზებული და ზუსტად რამდენიმე დღის წინ შემეთხვა მეც მსგავსი სიტუაცია. სამსახურიდან რო გამოდივარ ხოლმე სანამ მეტროსზე ჩავალ არის კარი, შავი კარი, რომელსაც აქვს საფეხური, ესე რომ მიდიხარ, უნდა ჩახვიდე რაღაცა კუნძივით დგას და მერე გახვიდე ქუჩაზე და ნუ ეს დიდი შავი კარი გავაღე და დავინახე ხა ვიღაცა გოგო ამოდის და ნუ ამოვიდა ესე მიჭირავს კარი, ოღონდ არ გავდივარ და თან კარი მიჭირავს და გამიარა ისე რომ ზედაც არ შემომხედა. და ესე უცებ, ანუ გაკვირვებისგან ესე გავაყოლე თვალი. კაი ხანი ვერ ჩავედი მოკლედ იმ კარში. და აი მეთქი, ანუ გულში ვიფიქრე, ძალიან ხო გავბრაზდი ჯერ, მინდოდა რომ რაღაცა ისე მეთქვა, რომ ან არაფრის, ან აქეთ მადლობა, ან რაღაცა ესეთი მეთქვა. მაგრამ იმ მომენტში ვერ ვფიქრობ ხოლმე ადამიანი რა უნდა უთხრა ვინც რასაც იმსახურებს. ხო და ძალიან გაუგნებული დავრჩი მოკლედ და მე გულში ვფიქრობდი, რომ ანუ გულში კი არ ვფიქრობდი, ანუ სრულიად საგიჟეთი მქონდა, მე ძალიან ბრაზიანი ვარ მაგ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ელემენტარული ადამიანს რო შეხედო და გაუღიმო, ანუ ძალიან რთულია. მე ვერ ხვდები, რამდენად რთული შეიძლება იყოს. კარგი, ანუ მადლობას აღარ ვითხოვ. მადლობა უკვე რაღაცა ძალიან ისეთი გახდა, რომ აი რაღაცა
ძალიან საჭიროების შემთხვევაში ამბობენ, ალბათ არ ვიცი, ესეთი ადამიანები. ანუ შეხედე მაინც და გაუღიმე მაინც, რომ ანუ რაღაცა მადლიერება გამოხატო, რომ ადამიანმა დაგითმო, რომელიც საერთოდ არ იყო ვალდებული, რომ დაეთმო და პირველი შემიძლია გავსულიყავი. საკმაოდ ჩორს იყო, მაგრამ დავუთმე, დაველოდე და კარი მეჭირა იმ დროის განმავლობაში, სანამ ის ამოვიდოდა. და ერთხელაც არ შემომხედა ზედ. ანუ არ ვიცი, მესმის რომ შეიძლება რაღაცა მომენტში გათიშულები ვართ, რაღაცებს ვერ ვიაზრებთ, მაგრამ იმხელა კუნძზე რომ დადექი და იმხელა საფეხური რომ ამოიარე, მთლად მასეთი გათიშული ვერ იქნები, იმიტომ რომ რთულია იმ გზაზე ამოსვლა. და ამიტომ არ ვიცი, უბრალოდ არ მითხრა ალბათ, უბრალოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მადლობა ეთქვა, რა ვიცი, მე ესეთი შთაბეჭდილება დამჭა თორე. უცხო ადამიანებთან მგონია რომ უფრო მეტი პასუხისგებლობა გვაქვს. უფრო მეტი პასუხისგებლობა გვაქვს უცხო ადამიანებთან, როცა რაღაცა კარგს გაგვიკეთებენ. მე იმასაც ვცდილობ ხოლმე, რომ მაღაზიაში რომ შევდივარ, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, რაც არ უნდა დიდ რიგში ჩამდგარი ვიყო და აი რავი, ნელა ატარებდეს ეს მოლარე ყველა იმებს და დამეწუნებით რომ გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ ძალიან ნელა გვემსახურებიან. ანუ ვცდილობ, რომ ნუ ნახვამდის თუ დამოვიწყე, მადლობა არასდროს არ დამოვიწყოს, რომ ვუთხრა, რაც არ უნდა, გადაღლილი და ცუდი დღე მქონოდა. მადლობა არის აუცილებელი. წლების წინ ჩემმა დაქალმა, რომელიც მომსახურების სფეროში მუშაობდა, მითხრა, რომ მადლობა აუცილებლად უნდა გადაუხადო ბოლოსო ეს არისო რა, წესი და ცდილობაო და მეც დავფიქრდი, რომ ადამიანი მემსახურება, რაღაცა დახმარებას მიწევს, მართალია ის მის მოვალეობა, მაგრამ ჩემი მოვალეობა ისე რომ ამ დახმარების და მომსახურების გაწევისთვის მადლობა გადაუხადო, ხო ესია? ხო და ამიტომ ჩემი აზრით ძალიან მარტივია, რომ ესეთი რაღაცები გავიშინაგანოთ და რა ვიცი. არასდროს არ დაგვავიწყდეს და თავდაცვის მექანიზმებში გადავედით რა ეს საზოგადოება. ელემენტარული მე ვიტყვით, რომ ევროპაშიო უკეთესად არ ხდება. როგორ არ ხდება უკეთესად? წინაზე რო ვიყავი წასული, შესული ვიყავი და რაღაც სხვა რაღაცას ველოდებოდი, ჩემს საჭმელს რაღაც და გვერდზე გოგო რომელიც აკეთებდა პასტას, იმასთან საერთოდ კომუნიკაცია არ მქონია და უცებ რომ შევხედე ინსტინქტურად, ისე გამიღიმა თავის საქმის პროცესის დროს, ისე გამიღიმა, რომ აი არ ვიცი, ეგ ღიმილი ნიშნავდა ალბათ ყველაფერს. მეც გავუღიმე რა თქმა უნდა და აი ძალიან გამიხარდა რა ეს მომენტი, რომ აი არაფერი კავშირი არ მქონია იმასთან და ეს ღიმილი ნიშნავდა იმას, რომ შენს მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. და აი არ ვიცი, ეგეც კულტურული შოკი იყო რა ჩემთვის, რომ აი ადამიანები ესე უცხო ადამიანები გიღიმიან არაფრის სანაცვლოდ რა. დღეს რაღაცნაირად ისეთი ეპიზოდი გამომივიდა, ცოტა ბევრი ვიწუწუნე, ცოტა ბევრჯერ გავბრაზდი. მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვინც თქვათ ამაზე მეტად არ ფიქრობდა, დააფიქრებს და მეც ყოველ წამს ვსწავლობ ხოლმე რაღაცებს ახალს და შეიძლება ვიცით კიდეც გააზრებულიც გვაქვს, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება მსგავსი რაღაცეები და ძალიან მინდა რომ ეს რაღაცებს ყურადღება მივაქციოთ ყველამ აბსოლუტურად, დიდმაც, პატარამაც და რა ვიცი, ის არასდროს არ დაგვავიწყდეს, რომ ელემენტარული როცა უცხო ადამიანი რაღაცა კარგს გვიკეთებს, ღიმილი, სულ ცოტა ღიმილით მაინც უპასუხოთ და ყველაზე ბევრი მადლობა გადაუხადოთ. აი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ის ადამიანი იმიტომ გვიკეთებს ამ ყველაფერს, რომ ჩვენ ვადარდებთ, ჩვენზე ზრუნავს და უნდა რომ დაგვეხმაროს რაღაცაში და მით უმეტეს თუ უცხოს ვუკეთებთ ამ ყველაფერს, ვალდებულება საერთოდ არ გვაქვს რომ სიკეთე გავაკეთოთ და რაც ყველაზე მცირე შეგვიძლია ეს არის, რომ გადაუხადოთ მადლობა. და ეს არასდროს არ დაგვავიწყდეს მეგობრებო რა. ძალიან გთხოვთ. ეს იქნება ჩემი უდიდესი თხოვნა. მეც თუ დამავიწყდება, აი ჩათვალეთ, რომ აუცილებლად გავიმეორებ, დავამატებ ხორცსაც, ბარემ. შეხება მცხოვრლებს დამიჯერეთ ფეხით მოსიარულეებთან შედარებით, ნაკლები პრობლემა გაქვთ. იმიტომ რომ არ გიწევთ ყოველდღიურად ტრანსპორტში ასვლა. ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენი თავიც რაღაცნაირად ხელში აიყვანოთ ხოლმე და უბრალოდ როცა გაუზაძლიც საცობია, როცა სადღაც მიდიხართ, გეჩქარებათ, მაგრამ მაინც შეინარჩუნეთ ეს სიმშვიდე და ეცადეთ, რომ უფრო ლოიალურები იყოთ და უფრო გაუგოთ ერთმანეთს და როცა მწვანე აინთება შუქნიშანზე, ეგრევე არ დაუსიგნალოთ წინ დგომ მანქანას. ეს ეს უნდა გაიზეპიროთ. და ასევე ზებრაზე გადასულ ადამიანთან ძალიან ფრთხილად იყავით.
ეს იქნება ჩემი რჩევა, კეთილი რჩევა. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, შემდეგ ეპიზოდში გაიგებთ, რა მოხდება. გიჟდები ესეთ ფერებზე. ნეტა ერთი ჭიქა რამდენი გრამია, იმიტომ რომ 100 გრამში არის სადღაც 300 რაღაცა კალორია. რო იხარშება წყალთან ერთად, მე რა თქმა უნდა ეცვლება ხოლმე კალორიაში, იმიტომ რომ წყლის მასა ემატება წიწიბურას მასას და სადღაც 100 გრამზე გამოდის ხოლმე 100 რაღაცა კალორია. 110, 120, ან 90. წიწიბურასაც ჩავყრი მოსაშუშად და მერე უკვე წყალს დავასხავ და ერთიანად მოიხარშება. მწვანილებსაც უზავ ბოლოს რომ მორჩება და სუნელებს. მოდი სუნელებს ეხავე უზავ. ქინძს, უცხო სუნელს და კიდე რაც მექნება. ანუ წიწიბურასგან მე მგონი რაღაცა საოცარი კერძი გამოვა. ესეთი პირი უჩანს. დავამატოთ წყალი. თორე მიიწვა. დავტოვე ხა გაზზე და უკვე როცა გამზადდება, მოვაყრით მწვანილებს, მარილსაც და გავსინჯოთ ერთად. ასე გამოიყურება. ძალიან ლამაზი ხო გამოვიდა და ეხლა გემოვნახოთ. აბა დავაგემოვნოთ. ის მოსაწყენი გემოვნათ წიწიბურას აქ აი თითქმის საერთოდ არ აქვს და ძალიან გააგემრიელა ამ ბოსტნეულმა. თან მე როგორც იცით, ცოტა მომწვარი მიყვარს და ზუსტად მასე მოუწვიეს ბოსტნეულით და მართლა ძალიან კაია. და დარწმუნებული ვარ, საქონლის ხოვშიც უფრო გემრიელი იქნება და ქათმითაც და მე აუცილებლად ვცდი მაგასაც. აბა, ერთად გავაგემრიელოთ საჭმელი. თქვენც აუცილებლად სცადეთ. აუცილებლად გამომიწერეთ. ეს რატომ ავიწყდება ყოველ ვიდეოს შუაში დასაწყისში? ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. თუ მოგეწონებათ ჩემი ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ და გამომიწერეთ, რომ უფრო საინტერესო და გემრიელი რეცეპტები შემოგთავაზოთ. გაველოდოთ შემდეგ რეცეპტებს. ბევრი სნექები და ბევრი ტკბილეულობა გვექნება უშაქროსთანაც სწორი კვების დროს. აბა, კოცნით ყველას.